დღესაც ჩვენი სახელმწიფო დგას ეგზისტენციალური გადაწყვეტის მომენტში, სადაც სტუდენტებმა კვლავ უნდა გავწიოთ წამყვანი ძალა, ლოკომოტივის ძალა და გავაგრძელოთ ის გამარჯვების ტრადიცია, რომელიც გვიანდერძა ჩვენმა წინათაობებმა. მაშინ მოახერხეს იმ ტოტალიტარულ სახელმწიფოშიც კი, რომ დაეცვათ, ვთქვათ, ქართული ენა და ეროვნული ღირსება და დღესაც ჩვენ სტუდენტები 14 აპრილს 19 საათზე ვერთიანდებით, რომ პირველ რიგში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადოთ და კიდევ ერთხელ მოვუთხოვოთ ჩვენს de facto მმართველ ადამიანებს, რომ გამოუშვან ციხეებიდან უკანონოდ დაკავებული ადამიანები და პირველ რიგში მოკლედ ეს აქცია მიემართება მათ სოლიდარობას, მათ გამხნევებას და ჩვენებას კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ კვლავ პროტესტში ვართ, კვლავ გვაქვს ის მოთხოვნები, რომლებსაც უკვე ამდენი ხანია ვაყენებთ პოლიტიკურ ველზე და რომ სტუდენტები გაერთიანდნენ და სტუდენტები ერთობლივი მარშით გააგრძელებენ გამარჯვების ტრადიციას.